ღმერთმა დაგულსოთ გაგაძლევთ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ღმერთმა დაგულსოთ გაგახაროთ, გაგაძლიეროთ სულიერი წინსვლა, მეტი ლოცვა, მეტი მოწყალება, მეტი სიკეთის ქმნა, მეტი განვითარება, მეტი ზრდა, მეტი სრულყოფილება. გჭირდება ეს ყველაფერი ჩვენ. მარხვა გავიდა, მაგრამ ხსნელს თავისი დისციპლინა გვმართებს. მეტი სასიკეთო მიმართულებით სვლა გვმართებს კიდევ, რომ უფრო მეტად დისციპლინა შევიღოთ. მარხვა გავიდა, მაგრამ ჩვენ ისეთი არსება ადამიანი, რომ მას მუდამ ნებისყოფის დაძაბვა ჭირდება, მუდამ თავისუფალი ნების სწორად მიმართვა ჭირდება, მას მუდამ თავისი ინსტინქტების, იმპულსების, კაპრიზების, თავისი თქვათ ნებების, სურვილების წინააღმდეგობის კონტროლი უნდა გაუწიოს თავი ანგარიში ამ წინააღმდეგობის ძალებს, საწინააღმდეგოდ მის მიმართულ ძალებს და სულ მის მოთხოვნილებებს, ადამიანის მოთხოვნილებებს უნდა სულ კონტროლი და უნდა რაღაცა ცოტა მოტოკვეთო, რაც მინდა და რაც თავში მომივა, ყველაფერი რომ გავაკეთო და ყველაფერი რომ ესე იგი მოვისურვო, რა კარგია რა, მაშინ ესე იგი კარგია ბჭყალებში, ხო? მაშინ გამოდის რომ დაახნეთ ციფრაზე სწრაფი მიმართულებით მიდიხარ და ესე რო არ იყოს. აი ცოტა უნდა დაძაბოს უფრო მეტად ნებისყოფა, იცით ახლა ეს ყველაფერი თავში ყავების უნარი, ნებისყოფის გამომუშავება, ხსნილზე ვიძახი უფრო ხსნილში უფრო ამის გჭირდება, მეტი უფრო შემოძახება საკუთარი თავისადმი, მეტი უფრო სირთულეთა და განსაცდელთა დაძლევაში გამხნევება სულიერი ღმერთისადმი ძახილი სულ ღმერთზე უძახი ან ქრისტეს რო უძახი ის მოდის და შენ რაც არ შეგიძლია ის ასრულებს ამას. ლოცვაც ეს არის, მე რაც არ შემიძლია შენ ღმერთო შემაძლებინე და ჩემ მაგივრად გააკეთე კი არა, შემაძლები რომ მეც ჩემს გადარჩენაში აქტიური და ღირსეული მონაწილეობა მივიღო. თორემ ჩვენს დაუსწრებულა და ჩვენს გარეშე ჩვენი გადარჩენა არ და ვერ გამოვა, ხო იცით ეს. ამიტომ მარხვა გავიდა, მაგრამ სულიერი მარხვა გრძელდება პრინციპში, ხო? სულიერი მარხვა გრძელდება. ზუსტად გრძელდება თავშეკავება, როგორც აღნიშნე, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დაოკება საკუთარი თავისა, კონცენტრაცია უფრო მეტი სულიერზე და არა გონება გაფანტულობა. იდეალი თუ არა ხარ ყოველ შემთხვევაში და ხა განმარტოებული რაღაცა მდუმარებასა და იდეალურ რაღაცა განმარტოებულ, ასე ვთქვათ, სათბურის მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდება. სოციუმში ვცხოვრობ, საკმაოდ არაჯანმრთელ სოციუმში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყველაფერი განწმენდას გადის, ყველაფერი იცვლება, ცუდი უნდა უკეთესი გახდეს და უკეთესი საუკეთესო და არა ცუდი უარესი გახდეს. ხანდახან ესეთებიც ხდება, მაგრამ უსურვოთ იმათაც რომ კარგი გახდნენ, ხომ? კეთილგანწყობის მაინც შენარჩუნება გჭირდება. ვცხოვრობთ გამდინარე, ასე ვთქვათ, სოფლის ნაკადში, რომელიც ხშირად ჩვენ საწინააღმდეგოდ არის მომართული და ხანდახან თუ მიუშვი შენი თავი და სიმძიმის ცენტრი არ შეინარჩუნა, ისე წაგლეკავს რომ ვერ გაიგებ სად აღმოჩნდები შემდეგ და რო აღმოჩნდები გვიან თუ არ არის და უკაცრიელ კუნძულზე თუ არ აღმოჩნდი კიდე კარგია სადღაც, მე იქიდან ვინ გამოგიყვანს კაცმა არის ის ფარველ ანგელოზს უნდა უძახო რომ იმ უკაცრიელი განსასწრელის კუნძულიდან 1-2-3 ფარველ ანგელოზი მოგიგზავნოს რომ როგორმე სასწრაფოდ იქიდან გამოგიყვანო, თორემ დარჩი ასე ვთქვათ იქ გაველურების პროცესი ექვემდებარება ადამიანს, როცა ალუზია მახსენდება რობინზონ კრუზოს ალუზიას, რო იყო ვინც დაწერა, ხო დანიელ დეფო დაწერა, ეს რეალური პერსონაჟია, სელკირკი იყო ესეთი მეზღვაური, რომელიც დაარჩა და იქ რობინზონ კრუზოში აღწერილია, როცა ის ცივილიზირდა, მაგრამ იქ ის სელკირკი ის მეზღვაური, რომელიც დაარჩა იმ კუნძულზე საწყალი გაველურდა. დავიწყდა ენას კი და გაველურდა ეს ნახევრად გაველური მდგომარეობის საწუნავი იპოვეს და მერე დაატარებდნენ ინგლისში ესე აჩვენებდნენ ოჯახებში რომ აი კაცი რომელიც ასე იყო და უშველებდა რა დღეში იყო და აი როგორ მაინც ადამიანს დაემსგავსა მერე როცა უკვე კიდე ეშველა იმას ის შემდეგ ეს რა თქმა უნდა გარომანებულია და მერე უკვე სხვა ფორმა მიიღო იდეალში ადამიანი თუ ღმერთთან არის ველურდება სულიერად ხა ეს სხვა თემაა ამიტომ ესეთ მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდეს ადამიანი ხო ამიტომ უდამ სულ უნდა სულიერ ასე ვთქვათ მეტად მონდომების პროცესში იყოს ვიდრე მას გონია რომ შეუძლია გონია ადამიანს აი ამას ვერ შეუძლია ჩემ სულიერ შესაძლებლობებს ეს აღემატება რაღაცას ფიქრობ არა შეგიძლია უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე შენ გონია რატო იმიტომ ღმერთს შენში ხატება აქვს ჩადებული და დავალება აქვს მოცემული შენთვის მსგავსებისა რო არ ჩაუვარდე შენ ხელში დემონს, რო არ ჩაუვარდე ეშმაკს ხელში.
ამისათვის რომელიც სულ ცდილობს სულ ბორბლებში ჯოგს გიდებს რო იტყვია რომ სულ შენი სულიერი შენი წინსulis მუდამ მოწინააღმდეგე გძალა ეს ღვთისგან დაშვებული არის ამას თქო თავის მისია აქვს რომ უფრო გაძლიერდა და შენ სათბურის და სტერილურ პირობებში არ იყო რომ ბრძოლების გადალახვის გამო რომ წინააღმდეგობის გადალახვის გამო და ამის შანსის გამო შენ უფრო გაიზარდო ეს დაშვება განგებული მისტაგოგია ეს დაშვება განგებულება ამიტომ მინდა რომ ეს გააკეთოთ ესე თქვა მეტი და მეტი მონდომება მეტი შეგონება სულიერი საკუთარი თავის მეტი ჩაფიქრება უფრო სახარებისეულ ჭეშმარიტებებზე ცხოვრების წესი ჩვენი არ არის ისეთი დონის რომ ჩვენ მადლი უშრომელად და დაუმსახურებლად გვეძლევა საჩუქრად მაგრამ უშრომელად უწვალებლად ყოველგვარი გამწმენდელი ტკივილების გარეშე გვეძლეოდეს ჩვენ გავდივართ საკრალურ გამწმენდელ ტკივილებს ზოგს რა აწუხებს ზოგს რა გააჩნია ვის რა სულიერი ცენტრი ვის რა სულიერი ორგანო აქვს დაზიანებული დასუსტებული ეს სადაც დაზიანებული დასუსტებულია შენი სულიერი ატმოსფერო შენი სულიერი სული სამშობლო სხეული აი იქ დაგარტყამს ის ნეგატივი იქ დაგარტყამს იქ უნდა იყოს ძლიერი განემზადე რომ იქ დაგარტყამს და არა შეძრწმდე როცა დაგარტყამს და მაშინ გაძლიერდი და ისწავლი როგორ მოიქცე მერე მომავალში აი ეს მინდა გისურვოთ ყოველგვარი სიკეთე რომ მეტი გამოცდილება მეტი სულიერი ძალა გვიჩვენა უფალმა ყველაფერი როგორ საით და უნდა ვიაროთ როგორ გამოვიდეთ ნებისმიერი ჩიხური მდგომარეობიდან და ნეგატივიდან მოგცა და დაგვიტოვა სრულყოფილი სწავლება ქრისტემ იესო ქრისტემ დაგვიტოვა უფალმა ჩვენმა ღმერთმა განკაცებულმა ღმერთმა როგორ უნდა მიუმართოთ ჩვენი სულიერი ძალები იმისათვის რომ განწმენდა გარდაუვალი იყოს და მადლი როგორც ანდამატმა ისე მიიზიდოს შენ ცხოვრებაში ღმერთს ვიმეცნებთ შრომით ღვაწლით იესოს სახელის ხშირი გამეორებითა და ზახილით ვიცოდეთ ეს იცით ჩვენი მეთეს ხო ღმერთს ვიმეცნებთ ამ გძელ ჩვენ ცხოვრების გზაზე ღმერთმა დიდი ხანი გვაცოცხლოს ყველა რომ დიდი შანსი გვაქვს იმისა რომ უფრო მეტი ღვაწლით მეტი ლოცვით მეტი განათლებით გამტკიცებით სასიცოცხლო ძალების მოკრებით ხილული თუ ხილავი მტრების დამარცხებით ღმერთამდე ავმაღლდეთ უკვე აქ მიწაზე იესოსთან ერთად ვიყოთ ყოვლის შემძლე ყოვლის მომცველი სახელი მისი რომელსაც უხმობთ ჩვენ სიკეთეს იზიდავს სიცოცხლის ძალებს იზიდავს ამიტომ არის იესოს ლოცვა ასეთი ძლიერი ამიტომ მონანულ ადამიანს ღვთისმაძიებელ ადამიანს აუცილებლად ეძლევა მადლი და აუცილებლად ეს სწავლება რომელიც მას ღვთისაგან მიეცა სახარებისეული სწავლება მას გამოაფხიზლებს ნებისმიერი სულიერი საღათას ძილისაგან მას ნებისმიერ დასუსტებულ ადამიანს სიმძლავრეს მისცემს ჩააღრმავებს თავის ცხოვრების საზრში და ჯვართპირთველობაში და შემდეგ უფრო მას მისცემს იმ შანსს რომ მან უფრო მეტი ძალა და მეტი ენერგია მიიღოს რასაც ყველას გისურვებ და მინდა რომ აი ეს სულიერი ხნეობა სულიერი ჯანმრთელობა შედეგად ხორციელი ჯანმრთელობა სულიერი სიმდიდრე და შედეგად ყოველივე ის რაც პური ჩვენი არსობისაში შედის და ამის შემდეგ ბევრი რამე შედის იქ და ყოველგვარი სიკეთე რაც უფალს ჩვენთვის გამზადებულ და აქ ჯერ და მე იქაც ყოველივე მინდა მოგეცეთ თქვენ და მოუხმობ უფალს და სულიწმინდას იმისათვის რომ შვიდობით ვეზიაროთ და ის მადლი და შვიდი ნიჭი სულიწმინდისა ცხრანაყოფად ვაქციოთ მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ